მარტოსულობა გამორჩეულ გონებათა არჩევანია. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა 2-6 მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი გიგა ჭღარკავა გახლავართ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია რკინის თეატრის მსახიობი გოგიტა ტრაპაიძე. მოგესალმები, გოგა. გამარჯობათ. მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ჩვენს მაყურებელს. გაიხარე. როგორ ხარ, გოგა? კარგად. მადლობა მობზანებისთვის, მადლობა. მადლობ თქვენ მოწვევისთვის. გამონახე დრო, ინცეცხლი. გოგა, რა ხდება რკინის თეატრში? რკინის თეატრში რკინისებურად არის საქმე. კი, საკმაოდ რკინისებურად, იმიტომ რომ რკინისებული ამტანობა გჭირდება რკინის თეატრში. ამ ეტაპზე მით უმეტეს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეხლა ვდგავთ პირველ ნაბიჯებს, ეხლა ვიწყებთ, ეხლა ჩდება ახალი პრობლემები, ახალი შესაძლებლობები, ძიება ამ პრობლემების გადაჭრის. ანუ ყველაფერმა საწყის ეტაპზე, როგორც ყოველთვის, ნებისმიერი საქმე რთული არის. კარგი საქმე ყოველთვის რთული არის. რა თქმა უნდა. ნუ ეხლა ვთამაშობთ ორ სპექტაკლს, რეპერტუარში გვაქვს ორი სპექტაკლი. რუსთაველი მაყურებლისთვის შეიძლება უცხოა, რუსთაველისთვის კი არა საერთოდ ახალი გახსნილი უკვე მეორე წელია, რაც გავიხსენეთ, ასე რომ ჯერჯერობით ფართო საზოგადოებისთვის თეატრისთვის ჯერ ის არის თოთო. ხო, ძალიან თუ არა, იმიტომ რომ თეატრები არსებობს 100-წლოვანი და 150-წლოვანი ისტორიებით საქართველოში. რა თქმა უნდა. ხო, და ასე რომ ეხლა ვიწყებთ, ეხლა ვდგავთ ნაბიჯებს, ძალიან მყარად ვდგავთ, მინდა აღვნიშნო, ეს არის თბილისში, საბურთალოზე ბუდაპეშტის პირველ ნომერში. ძალიან საინტერესო თეატრია, ძალიან საინტერესო გარემოა. ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ესეთი გარემო თბილისის არც ერთ თეატრში არ არსებობს. არ არის შორის, ვინც არ დაგიჯერებს ნახავს და ვეპატიჟების უყელას დამიჯერეთ, არინანებთ. ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებთ, გოგა. თეატრალურ თემას და ზოგადად კულტურას მიუბრუნდები, ცხადია ხა ამის გარეშე როგორ იქნება? მანამდე კი რა მინდა იცი კითხო? ბედნიერება რა როგორია შენთვის? აი შეხებადად რა არის შენთვის ბედნიერება? იცი რატომ გეკითხები? მე სულ ყოველთვის მიტრიალებს რა თავში მთელი ცხოვრება ეს ფიქრი ამაზე, რომ ისეთი მართლა ცოტა ჭირდება, იმდენად ცოტა ჭირდება ადამიანს, რომ იყოს ბედნიერი, თუმცა ის შეიძლება ხანმოკლე იყოს, ხო? აი ცოტა ხნით ბედნიერი იყოს, დიდი ხნით ბედნიერი. იქნება არც არის და უტოპიაა რაღაც ეს, რომ ეს ულბედნიანი, დიდხნიანი ბედნიერება. იქნება ზუსტად აი ამ წამებშია მთელი მთავარი არსი ამისა. შენთვის რა არის? ნუ მოდი ამ წამებით გავყვეთ, რაღაცა მგონია რომ ბედნიერება ბევრი არასოდეს არ არის, საათებიც რომ გრძელდებოდეს, ნუ ყოველთვის რაღაცა იწყება, ეს კანონზომიერია ბუნებაში, რაღაცა მთავრდება. შესაბამისად ეს წამი იქნება, საათი იქნება, კარგი ყოველთვის არის ცოტა, რაც არ უნდა ბევრი იყოს, მაინც არ ყოფნის. და ალბათ აქედან მოდის რომ ბედნიერება ერთი წამი არის. ხოლო რაც შეეხება იმას რომ რა არის ბედნიერება, ესეთი ესე ერთ კომპონენტიანი ალბათ არ არის ყველა დამეთახება ხო ალბათ ბედნიერიც ვერ იქნები რა ხო ალბათ აი მაგალითად ჩემთვის ბედნიერება არის ხალხში გარემოცვაში იმ ადამიანებში ჩემთვის ახლობელ ადამიანებში როცა ვხედავ რომ ისინი კარგად არიან კვაყოფილები არიან ბედნიერები არიან რაღაც სიხარულები აქვთ არის სამსახურში რომელსაც მე მუშაობ და მე მიყვარს ანუ ესეც ძალიან ისეთი თემაა იცი თუ შენი სამყარო რომელსაც იშენებ ხო მთელი ცხოვრების მანძილზე ეს თუ იქიდან რაღაცები თუ არ განიჭერს ბედნიერებას ეს იქნება სამსახური ხალხი თუ ჰობი თუნდაც თუ დასვენება თუ ეს პირდაპირ შენ ნებებზე არ არის პირდაპირ დამოკიდებული ხო ბედნიერება ცოტა ძნელი მოსაპოვებელი ხდება მაშინ და როცა ეს ყველაფერი ემთხვევა ძალიან იშვიათად ვარ ხდება ასეთი იღბლიანი დამთხვევები მაშინ უკვე ბედნიერებასთან შეიძლება ვთქვათ რომ ცოტა ახლოს ვართ კი დეთანხმები მართალი ხარ გოგა ეხლა ძალიან ისეთი საზოგადოებრივი რაც მენტალური თემა მაქვს შემდეგი და გავიაროთ ეს თემაც რავი აბა ვარ რა ხალხი ხო არსებობს რა აი შევეკითხები და პატარაობის ასაკიდან სხვადასხვა რამდენიმე დღის წინ რუსთაველი ახალგაზრდებისთვის სესია გავაკეთეთ ალექსანდრე ჯეჯელავასი საკმაოდ ისეთი კარგი მსუყე და იქ დაისვა ესეთი საკითხი რა ბატონმა ალექსანდრემ დაწვა ეს საკითხი და ძალიან იმათ მენიშნა რა მე რაღაცა ჩემი რაღაცები დავამატე ფიქრში რა და აი ხა ამოვიტანოთ აქ ეს თემა ძალიან სწორი პასაჟია რა რომ აი ხო არიან ეგეთი ხალხი
სწავლის პროცესიდან მოყოლებული მთელი ცხოვრება, რო კითხავი რა შვები და რავი აბა ვსწავლო. ხო, მე რაც დაოჯახდება და რავი აბა ცოლი მოვიყვანე, ან რავი აბა გავთხოვდი. მე რა ხდება, რავი აბა ორსულად ვარ გონი და მე რაღაც საქმეში რავი აბა მუშაობ. რა ეშველება ამ ხალხს, რავი აბა ეს რა ეს რაღაც არც мотиваცია აქვს, მე ასე მგონია, სულ ერთია ისთვის რაღაცა თითქოს აი დაწერილი იმით რომ კაი ისწავლა, მაგრამ არ იცის რისთვის სწავლობს, დაოჯახდა, მაგრამ არ იცის რისთვის სწავლობს, დაორსულდა, მაგრამ არ იცის რატო დაორსულდა, შეიძლება მე საქმეშიც რა სად არის ეს ხალხი? ანუ ეს გვერდზე თემა არა, გვერდზე თემა არა. ნუ ეს რავი აბა ვარ თავდაბლობა ვერ მივაწევთ აშკარად, ხო? უკვე დამოკიდებულებაც ჩანს და უკვე ტექსტიც ჩანს და რავი, ალბათ ეს ის ხალხია, ვინც ზუსტად აი ხლა წელა რაზეც ვილაპარაკეთ. ანუ რაღაცა ძალიან კაფიოდ დახატული მიზნები არ აქვს. ხვდები, რომ აი რაღაცისკენ ყველა ადამიანი რაღაცისკენ მიისწრაფს. თავისთავად. ხდება რაღაც ეტაპზე ადამიანის ცხოვრებაში, რაღაც პრობლემები გექნება, რაღაც. აქ როგორც კი დანებდები ყოველ პრობლემას, არავინ არ დამშვიდეს იმით, რომ ერთ დიდ პრობლემას რო გადალახავ, მერე всё დამთავრდა, მერე უკვე გაუმკლავდი. პირიქით იზრდება და იზრდება ეს კედელი და ერთი კარგი გამოთქმა არის, რაც უფრო რუსულს მოიჩემ труднее тем сильнее. აი ეგრეა რა, ანუ რაც უფრო რთული ცხოვრება, მით უფრო ძლიერი უნდა ძლიერდებოდი, ხო? რა თქმა უნდა იმუნიტეტი. ხო, ის რაღაც საშენოდ უნდა გამოიყენო. ხო, საშენოდ, გამოცდილებად და ყველაფერი. და არსებობს ხალხი, რომელსაც რაღაცა პრობლემებია, ეს პატარ-პატარა პრობლემები, თუნდაც დიდი პრობლემა იყოს, უკვე აფერხებს, ხვდები და აცდენა ხდება იმ გზისკენ, საიდანაც უნდა ისრაფოდეს ნებისმიერი ადამიანი. ეს არ აქვს კონკრეტულ პროფესიას ან მიზანს რაღაცის შექმნისას ამას არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანის თავარი არსი არის რომ უფრო იზრდებოდეს, ხო? არა ფიზიკურად, არამედ შინაგანად, როგორც ადამიანი ყველაფრით, ხო? ის ინტელექტი იქნება თუ ხელობა იქნება თუ ოსტატობა იქნება, უნდა ვითარდებოდეს ადამიანი. არიან ადამიანები, რომლებიც მიაღწიეს რაღაც ეტაპს და უკვე ერთფეროვანი ხდება იმ მათი ცხოვრება, იმიტომ რომ აღარ ავითარებენ თავიანთ თავებს. აღარ ვითარდება და რაღაც მცირე მიზანი, მცირე მიზანი, ანუ თქვათ რომ აი ძალიან ხშირად ხდება სამსახური მსგავსება. ნუ ეს არ არის მარტო ადამიანების და მათი სისუსტის ბრალი, რა თქმა უნდა, გარემო ყოფის ბრალიც არის და ბევრი მოვლენა ახდენს ამაზე, ზეგავლენას, მაგრამ ამან არ უნდა დააბრკოლოს, ამან არ უნდა შეაფერხოს ადამიანი. და უნდა ისწრაფოდეს ის თავის მიზნისკენ. არიან ადამიანები, რომლისთვისაც ეს ცხოვრება იქცევა სახლის სამსახური, სამსახურში არაფერი ნორმალური ხელფასი მაგდავსიო და ცხოვრება იქცა უკვე თავის რჩენად. იხდი და რა თქმა უნდა ეს ადამიანი იტყვის რომ რავი არის, იმიტომ რომ აღარაფერი ეგულება წინ, ისეთ სულ ერთფეროვნება ეგულება და რჩება ეს. და რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ესეთ ერთფეროვნებაში იყოს, სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ძალიან დიდი ძალა აქვს სიტყვას და როგორც კი რავი, აბა პირიქით მაგრათავ, რაც არ უნდა სუდად იყო, ლომივით. როგორც ლომებო მიკითხავს ესე, ლომებო როგორ ხარ სიტყვაზე? მიჩიო, აი რა ლომებოზე მაიცვალაირად ვიპასუხე რა იყო შემართება. ეგრეა ნამდვილად, სადღაც ცხადია რომ სადღაც დაიწყო ეს და მე იქიდან მოყოლებული შვილები, მე შემდეგი თავები და შეერჩათ ეს რავი აბა. მენტალობა, გენეტიკა და მოვიდა აქამ. კი, მართალია და ძალიან გულიმწყდება, ძალიან ცუდია. ხო, ძალიან რთული სურათია ესე ვთქვათ რა, ძალიან ძნელად გადასატანი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. კი, აუცილებლად კარგად იქნება, რადგან აი საკითხებს ვსვავთ მინიმუმ და კითხვა-პასუხის რეჟიმში ვარ და რახან უკვე დავფიქრდით ამაზე. ბრავო, რახან დავფიქრდით, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. გოგა, ესეთი კარგი გამოთქმა, კაცი რომ ჯოჯოხეთის მეკარეთ იდგეს, ანუ კარში იდგეს, გასაღების დატრიალებაც კი ალბათ გაღება დაკეტვა იგულისხმება, ალბათ არა ცხადია ესეა, დააბერებდა. ეს ხა შესავალი გავაკეთე შეგენებოს. შენ როგორ წარმოგიდგენია, ესეც მოდი შენი შეხედულება, გინდა გავამხატრულოთ ეს, გინდა ფილოსოფიურად, გინდა სარწმუნოებრივად მიუდგეთ, როგორც შენ გინდა შენინება. როგორ წარმოგიდგენია, როგორია ჯოჯოხეთი? ეგ არის დიდი ქვაბია და ცეცხლია და ეს სამკაპათი დგას ვიღაც, ან იგივე 6-4 როგორია რა შენ რა შეხედულება გაქვს ამაზე? ხო, ახლა სულ პატარებიც აღარ ვართ, რომ ესე ვიყოთ, არა, ხან თქვენს ესე იგი ესეა. როგორ რაღაცები ჩვენი მსოფლმხედველობას
მატებაში როგორ წარმოგიდგენია ან იქნება ამ მიწაზე სამყაროში გაქვს შენი წარმოდგენა რომ აი რაღაც შემთხვევა გქონია წაგიკითხავს ანუ გინახავს სადმე და ამ შემდეგ და აუ ზუსტად ესეთი იქნება ალბათ ჯოჯოხეთი აი რომ ან იგივე 64 ჯოჯოხეთი შეიძლება მიწაზეც შეიძლება ადამიანის შიგნით იყოს ჯოჯოხეთი სულ შინაგან სამყარო შეიძლება მარტო სულ ადამიან ნუ ვინ იტყვის ოვლობისავაებას ხო ჯოჯოხეთი აქვს ხო იმას სულში რომ მარტო არის იმისთვის აღარც მიწა არის აღარც არავინ აღარ არსებობს ხო ეს შინაგანი მდგომარეობაა ჩემი აზრით ნუ რა თქმა უნდა ეხლა მე მორწმუნე ვარ მართლმადიდებელი კაცი ვარ ნუ ისეთი სამაგალითო მრევლი არ ვარ მაგრამ მე ყველაფერს ამის ჯერა მაგრამ რაღაცები ეხლა აქაც ეძებ ეს ხო იმ სამყაროს პატარა მოდელია ხო დედამიწა ხო აქ ჯოჯოხეთიც არის 64-იც არის წამების ხერხებიც არის 1000-ნაირი ხო 1000-ნაირი კეთილდღეობაც არსებობს ხო 64 შეიძლება ერთი შენი შვილის გამოხედვაში თვალებში დაინახო რომ 64-ში ხარ ხო მეტი არაფერი არ გინდა შეიძლება კიდე ჯოჯოხეთში მოხდა ისეთ ამბავში მოხდა უცბად ხო რაღაც შენ თავზე გადაიაროს ან ახლობლის რაღაცა ცუდმა ან საერთოდ ერთმა ცუდმა მომენტ რაღაცა რომ გააცნობიერო უცბად თავში რომ აი რაღაცა არ გააკეთეს სწორად აი სადღაც შეცდი ხო იქ რაღაც ჯოჯოხეთი მე მეწყება თავში ჯოჯოხეთი ნუ მე იქ იწყებ მე დაალაგებას იცეც ანუ ეს უფრო შინაგანია მეც ვეთანხმები ხო რა უფრო მდგომარეობაა ჩემი აზრით შინაგანი ადამიანი სად იმ კონკრეტულ მომენტში და დროში რა წარმოადგენს შენი ზეგავლენას რა იქონიებს შენი შინაგანი სამყაროს როგორც უარყოფითად ისე დადებითად კი გეთანხმები გოგა ჯოჯოხეთი ამ მიწაზე ჯოჯოხეთი ვახსენეთ და მართლა ის მინდა კი აუცილებლად მინდა გკითხო როგორც ადამიანს როგორც მოქალაქეს როგორც ქართველს არა აქ ამ შემთხვევაში ეროვნებას მნიშვნელობა მაგრამ ნუ ახლა ქართველები ვართ აი სამაზრზენი კადრები მართლა ჯოჯოხეთი რაც ეს ბოლო დღეებია მით უმეტეს უცელდება შენ როგორ ფიქრობ აი მითქმა მოთქმა იმაზე რომ ეს ხალხმა არ უნდა ნახოს ეს ხალხ რატო გაჟონა და ხალხმა არ უნდა ნახოს ხალხ შენ როგორ ფიქრობ უნდა ენახა ეს ხალხს ზოგადად ეხლა მოდი შევთანხმდეთ იმაზე რომ ეს გადასარევად ვიცოდით ხო მაგრამ ახლა ხილვა კიდე სხვა რამეა მართლა იმ ჯოჯოხეთის რაც ნახეთ რა და პირიქით ხო არ ხო შეიძლება ხა განსხვავებული აზრები მოვისმინეს სხვათა შორის ეს დღეებია პოლემიკაც მქონდა რაღაც დავაც მქონდა 7 ცხადია მაგრამ მქონდა რომ იმიტომ რომ განსხვავებული აზრები არსებობს კიდევ ვიმეორებ შეიძლება შენ ფიქრობ რომ არ შეიძლება საზოგადოებამ ეს ნახოს გაჟონა არ გამოჟონა ვიღაცამ შეგნებულად ქნა არ აქვს მნიშვნელობა ან შეიძლება ფიქრობ რომ პირიქით ყველაფერიც უნდა ნახოს რომ სადღაც ეს უნდა დამთავრდეს როგორიმე სახით როგორ ფიქრობ რას ფიქრობ ამაზე ცირარი ამ კადრებმა ერთხელ გაიჟღერა მე მახსოვს და ძალიან საზარელი სანახა მე მაგალითად ერთხელ აი ესე ლამის ცალი თვალით უყურე და ნუ ვერ ნებისმიერი ნორმალური ფსიქიკის ადამიანი ვერ გაუძლებს ამას და ძალიან გინდა არ გინდა ეს ქვეცნობიერ სიმხელა შრამს ტოვებს რომ საკმაოდ სერიოზულ სტრესს იღებს ადამიანის ფსიქოლოგია ხო და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ ადამიანებს ყველა არ მინდა რომ ეხლა პათოსში და რაღაცა ისე დემაგოგიაში გადამივიდეს მაგრამ თავარი არის ამ სამყაროში თავარი არის ადამიანი ხო ის როგორი იქნება რანაირი იქნება თავარი არის გაუფრთხილდეთ ადამიანებს ეს კადრები შეიძლება რაღაც ეტაპზე ეს გონზე მოსაყვანად კარგი იყო და იმ დოზით მცირე დოზით ის რაც იყო და всё მორჩა ამაზე ყველაფერი ანუ ეს კიდე რომ განმეორდეს უკვე რაღაცა იარაღად არ გადაიქცეს და აი ზუსტად მაშინ იქნება ის ჯოჯოხეთი მაშინ იქნება ჯოჯოხეთი იმიტომ რომ შენ უკვე შიშს გითესავს ეს და პირველი საშინელება არის ადამიანი როცა გძნობს შიშს სამყაროში ეგ არის საშინელება ყველაზე საშიშიც სხვათა შორის იმიტომ რომ შეშინებული ნებისმიერი არსება კუთხეში მიმწყდეული არის ყველაზე საშიში ხო ის უკვე აგრესიული ხდება. ან ყველაფერზე ცუდზე წამსვლელია, ან ბოლომდე დაცემული და ჩაიქნევს ხელს. ნამდვილად გეთანხმები. ამიტომ ვიძახი რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთის უფრო ლამაზი მშვენიერი რაღაცა. ხო, ამდენადაც კითხეს სხვათა შორის რომ ეხა შეიძლებოდა აქ სიტყვაზე ეს ამ გადაცემაში ეს კითხვა დამისვა ადამიანისთვის, ვისაც
ანუ აპრიორი მეცოდინებოდა რომ იცემდა პოლიტიკურ შეფასებას რა და შენთან იმიტომ დავსვი ეს კითხვა რომ საზოგადოებრივად მიუდგებოდით ეხლა ცხადია მე და შენ ამას რა და ხო ეგრეა რა ანუ გასაფრთხილებელია ვიღაცა დადგა და არ მოუფრთხილდა ერთ დღეს იყო რა ეს მონსტრი სისტემა არ მოუფრთხილდა ადამიანებს და მივიღეთ ვიმკითავთ ხო შინაგანად ყოველ შემთხვევაში და ამდენ ნეგატივს ამდენ შეშლილ სახეს ვიღებთ რა ხო ხა სამწუხაროდ ნიჰილიზმზე აღარ არის ლაპარაკი სამწუხაროდ თვითმკვლელობებია ისე მოხშირებული ხო რა თან ეს მაგარი ფაქტია რომ ვიმკით ამ რაღაცეებს რა და ეხლა სადღაც უნდა დადგეს ეტაპი რაღაცებზე უნდა ვთქვა თუ არის ყოველ შემთხვევაში ცლად დაგეთანხმე რა ასე გამო და უნდა დავიწყოთ რაღაცა შეიძლება მინუსებიდან იყოს დასაწყები ისე მიდიოდა ქვეყანა რა ისე მოვიდა აქამდე და ნოლიდან ახალი ფურსიდან ვერც დაიწყო მაგრამ ფაქტია რომ ახალი უნდა დაიწყო და ახალი უნდა დაიწყო ძველის გამოცდილებით ესე ვერ წაშლი ერთიანად და არ შეიძლება იმიტომ რომ შენი ისტორია შენი გამოცდილება დაინახავი რა თქმა უნდა გოგა მოდი გავამსუბუქოთ შედარებით გადაცემა და ისევ რაღაც კულტურისკენ მივიდეთ ახლა თეატრზე კითხავ წეგან პათოსი არ მინდა რომ გამომივიდეს პათოსზე მინდა კითხო ძალიან მოკლედ რა კიდევ მიუხედავად ბევრი სიახლეებისა ქართულ თეატრალურ სამყაროში და მისასალმებელი ბოლომდე ჩემგან მით უმეტეს შენ კარგად იცი რომ მე თეატრთან შორს არ ვარ მთელი ჩემი ცხოვრება და ასე შემდეგ რა და აი ამ სიახლეებმა ახალმა თქვენმა თეატრმა თუნდაც იქ ანუ ცნობილ თეატრებში ახალმა რეჟისორებმა ახალმა ხედვებმა ახალმა ფორმებმა ზოგადად ძალიან ესეთი იმედი გააჩინა და ძალიან კარგი ტენდენციები არის ცოტაა ბევრი ამას მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს ფაქტია რომ წეგან ხო ვახსენეთ რომ თავარი ჩვენ ფიქრი დავიწყეთ ამაზე ნაბიჯების გამოჩნდა და შესაბამისად ამან მთავარი ეხლა გზაში ხელი აღარ შეუწყო დიდი ბარიერები არ გაჩნდეს ან თუ გაჩნდა გადავახდით ამებს გრამი და კითხო მაინც შემორჩენილ ქართულ თეატრებში აი ამ პათეტიკას აი ასე მგონია მთის იქით კრემლი მოშანს აი ეს იმ თაობის გამოძახილია თუ ეს ჩვენში ხო არ არის შიგნით გოგა არა ჩვენ რო ეხლა ტემპერამენტის ტემპერამენტი ხალხი ვარ იქ ამბავია უჭერესი მსახიობი ხარ შენ და ისეთი გამოცდილი ადამიანური აი ეს რო აი ეს არ ვქნათ არ შეიძლება ისე რომ არა ეს სხვა რამე არის ხო ხე შენ უკეთ იცი ანუ ტემპერამენტი მაინც და მაინც პათოს აი პათოს რომელსაც ჩვენ ვლაპარაკობთ არ გულისხმობს ამას რა ეს არის კარგი არტისტები ასე არ მუშაობენ ასე იმაგინხრათ და ცუდებიც მეტნაკლებად ანუ სხვა გამოსავალი რო არჩევა ეხლა ისე თუ ხერხულ თემებზე არ მინდა ვილაპარაკო რომ ინტერესებს ეს ძალიან ხალხს ეს ზუსტად ვიცი ხო ანუ ეს ყველა მიცის რა არსებობენ კარგი არტისტები და არსებობენ შედარებით მეტნაკლებად კარგი არტისტები ესე ვთქვა ხო ცუდი არტისტები არ არსებობენ არტისტები ვინოსავით ხარ კარგი და საუკეთესო რა თქმა უნდა დაძველებაც აქვს არტისტი აი ეგ დაძველება გააჩნია ვინოს უხდება დაძველება და არტისტს არ უხდება დაძველება რა თქმა უნდა ჩვენ ასაკს წლებს არ გულისხმობ ხო არტისტი ანუ პირიქით არტისტი უნდა იყოს ყოველთვის სულ ახალი, ყოველთვის სულ ახლის ძიებაში უნდა იყოს და მით უმეტეს დღეს ამის უნიკალური საშუალება ინტერნეტის სამყაროში ვცხოვრობ, ხო? შეიძლება არ ქონდეს საშუალება ფული რომ ჩახვიდე ევროპის თეატრებში ნახო, გაეცნო რაღაც, მაგრამ არსებობს ინტერნეტი, არსებობს სპექტაკლები დევს ძალიან ცნობილი კარგი რეჟისორების ევროპიდან, ამერიკიდან, აზიიდან. ანუ ეს ხელმისაწვდომია უკვე და ასევე არის ფესტივალები, საერთაშორისო ფესტივალები უკვე რამოდენიმე წელია ტარდება, ძალიან საინტერესო რეჟისორები ჩამოყავთ, ძალიან დიდი მადლობა ამ ფესტივალების ორგანიზატორებს, იმიტომ რომ ძალიან ჭირდება ეს ქართულ თეატრს გაახლება, რაღაც ახალი ხედვის შეძენა და როგორც შენ აღნიშნე, რაღაცა ტენდენცია არის ამისკენ, რომ უკვე რაღაცა ახალს ეძებს. ყველა ცდილობს, რომ რაღაცა ახალი პოვოს, რაღაცა შემატოს სხვა კუთხით დაანახოს მაყურებელს ეს ყველაფერი. ეს არ არის ესე ერთწლიანი გარდამავალი პერიოდი, ეს პროცესია, რა თქმა უნდა, ხო, შესაბამისად მსახიობიც
ამის შემადგენელი ნაწილი, ამის შეცვლაც ესე ადვილი არ არის რა, ის როცა შეჩეულია რაღაც თავისებურ სტილისტიკას, თამაშის წესებს, ეხლა ახალი თამაშის წესები ცოტა ძნელი სტანდარტი იყო, ერთი თარგი იყო და ძნელია რა. ხო, რა და ძნელი მისაღები არის, ეხლა განსაკუთრებით ისეთი მსახიობებისთვის შედარებით მეტნაკლებად კარგი არა, კარგი მსახიობების, საუკეთესო მსახიობები. ხო, კარგი მსახიობების. დანარჩენები მსახიობ ბავშვი თუ და იტაცებს რა, ეგრევე უნდა აენთოს რაღაც პირიქით ახალი უფრო უნდა უხაროდეს, ხო? ხო, ალბათ ხო რა, პრინციპში ესეა, ალბათ ნელა-ნელა და ეტაპობრივად. ეტაპობრივად ყველაფერი წავა იქ. ესეც ახლა საჭიროა, როცა მაგ არტისტიზმია და არა ის რო ეს გამოვალი მდგომარეობის. აი მაგის დიდო სტატი იყო აკაკი ხორავა და იყო გენიალური მსახიობი. ძალიან, ანუ ის ამის სპეციალისტი იყო. ანუ იცოდა ეს როგორ ეკეთებინა ეს პათოსი რო დავარქვი ჩვენ. იმან იცოდა ამის კეთება როგორ უნდა და რაზე რომელ პედლებზე უნდა დაეჭირა ფეხი. და აქ უკვე ეს არის უკვე ნიღაბი, როცა მეტი აღარაფერის მოფიქრება შეგიძლია, უკვე ამითი იმ უხერხულობას ამართლებ, რომ რას იზამ. კეთილი გოგა, მე ვიცი რომ ყველა ნათამაშები როლი ისე ნებისმიერი შემოქმედისთვის ხო ახლა ის ლექსწერს თუ მსახიობია თუ ხატავს თუ ასე შემდეგ ყველა ნამუშევარი მისი ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში შესრულებული როლი შენ შემთხვევაში შვილივით არის შვილებს ვერ აარჩევ ესე მაგრამ მაინც არის რომელიმე როლი რომელიც აი შენთვის დაუშვე რომელიმე სპექტაკლი რომელიც შენთვის იყო აი ანუ ის რო შენ სულ გაქვს ხშირ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე პირველ სპექტაკლზე საერთოდ და პირველ როლზე მაგრამ იქნებ რომელიმე არის შენთვის განსაკუთრებულად საყვარელი ასე ვთქვათ ხო, ეხლა მართლა არ არის ის თემა გინდა ეს თითი მომაჭერი გინდა ეს რა თქმა უნდა არსებობს რაღაცა საყვარელი როლები, არსებობს მეტნაკლებად საყვარელი როლები, ეს დამოკიდებულია ერთადერთ რამეზე რა, არის როლი სადაც შენ ბევრი გაქვს ნამუშევარი და კარგად გძნობ თავს, არის როლი სადაც შენ ცოტა იზარმაცე და ვერ გძნობ კარგად თავს და აბრალებ სხვა რაღაცეებს, რომ ის არ მოდე, ის არ ვარგო და ეს არ ვარგო და ის არ ვარგო და ვიბიტოვე. არაფერი, ყველაფერი არის შენზე დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, მაგ 1-2 დაზარმაცები. დანარჩენი ყველა მიყვარს. გოგა, ისეთი გმირი თუ არის და უშუალოდ რომელსაც აი ოცნებობ და პირდაპირ თქვა არის ყველას გვაქვს ოცნებას შევწყვეტ, მე აღარ ვიქნები თავისთავად. რო აი ოცნებობ რომ შენ რო აი ეს როლი უნდა ვითამაშო და რაღაცა მიზნად გააქვს როგორც გინდა ისე დავარქვა. კი არის ესეთი გმირი კი არა გმირები არის. თუ შექსპირის გმირებზე გიждებ, ნუ როგორ შეიძლება არ გიждებოდა ახლა შექსპირის გმირებზე ნებისმიერი პიესი და ყავს უძლიერესი პერსონაჟები ხო შექსპირის სავსე ისეთი ყველა მრავალწახნაგიანი ყველანაირ შესაძლებლობას გაძლევს მსახიობს ყველა კუთხით რომ გაიხსნა და კრეონი მომწონს ძალიან მაგარი პერსონაჟი არის და ძალიან ისეთი პრობლემის წინაშე დგას რომელიც საინტერესო გასაკეთებელია და კარგია გისურვებ მადლობ განსურვებ აუცილებლად განს თამაშს მაგროლების გოგა ვიდრე სარეკლამო ჭრაზე გავიდოდეთ ისევ ტრიალებ ანუ ვიზუალურ ხელოვნებასთან რო გულისხმობ ამ შემთხვევაში თეატრს და კინო მინდა ჩავამატო ესეც ძალიან მოკლედ რო ვთქვათ ზოგადად ძალიან დიდი განსხვავება როა ხო კინოსა და თეატრს შორის ანუ მსახიობის გადმოსახედიდან ვიძახი თუმცა არიან მსახიობები რომელსაც ნაკლებად შეიძლება ნაკლებად შეამჩნიო ანუ ორივე კინოშიც და თეატრშიც ორივეგან საკმაოდ ძლიერები არიან მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ჩემი ხედვით და ჩემი ამ თვალსაზრისით გამოცდილებით რასაც ვხედავ აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა და მე მგონი ამაზე თანხმდებით რა ხა არ არის აქ მარტო სხვა ხიბლი აქ თეატრ სხვა სიამონება შენ თეატრისგან როგორც მსახიობი კინოდან ხო ანუ კამერა კიდე სხვა რამეა ხო ესეა ხო ისე არ მიწყერენ იმედია ეს კინოშნიკები მაგრამ კინო მაინც მკვდარია კინო რა ის გადაიღო და ცივია ნუ არ შეიძლება რა
ეკრანიდან რაღაცა ის კავშირი გააბა, რასაც თეატრში მაყურებელთან ამყარებს მსახიობი. მინიმუმ ბევრი დუბლი გაქვს იქ და მე მონტაჟი. ხო და ბევრი დუბლი მიჭრილი მოჭრილი მთლიანობა. აი რატო ეს გადაცემა ლაივი და არა ჩამოწა. ხო, ესე ჯობია. რა თქმა უნდა, უფრო ცოცხალი არის და თეატრს ხა ხიბლი აქვს ახლა თეატრში ხდება მთავარი იცი აი ჯადოსნობას ეძახი მე მაგიას, მაგრამ არაფერი მაგია არ არის ეს რა, უბრალოდ ეს არის რაც უნდა მაგარი სპექტაკლი იყოს თეატრში. თუ მაყურებელი არ არის დარბაზში, თუნდაც ერთი მაინც, თუ მაყურებელი არ არის დარბაზში, ის სპექტაკლი ვერასოდეს ვერ იქნება. აი დააკვირდით, თუნდაც როცა იღებენ სპექტაკლებს არქივისთვის და არა ტელეთეატრისთვის. როდესაც იღებენ, ცდილობენ რომ მაყურებელთან ერთად გადაიღონ, იმიტომ რომ არ არსებობს, არ შედგება აბსოლუტურად სხვა სპექტაკლი იქნება, იმიტომ რომ თავარი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი აკლია რა. ნატურალური არ არის. იქ კავშირს ძალიან აი ესე ხელშესახებად გრძნობ მაყურებელთან კავშირს რა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სულაც არ შედიოდე კონტაქტში მაყურებელთან, ხო? მაგრამ ისე აი ძალიან აი ესე გრძნობ რა. ამიტომ ეს არის ის მაგია. ხვდები მაყურებელი მოყვება, რაზე ფიქრობს, საით მიყავს. ნუ დიდო სტატებს ისიც შეუძლიათ, რომ მაყურებელი საითაც უნდა იქით წაიყვნენ. მე იმედია ოდესმე მივახცენ მაგას. მე მჯერა ამის. ესე გამოყვებით ზუსტად ესე. გოგა, ამჟამად კინის თეატრს ორი სპექტაკლი გვაქვს, ორი სპექტაკლი, ეს არის სულსხვა ოპერა და სულსხვა ოპერა ფერმა, ხო ესეა? სამგროშიან ოპერის მოტივებზე და არის ფერმა ორველის ცხოველთა ფერმის ცნობილი ფერმა. ისიც მოტივებზე არის. ძალიან საინტერესო სპექტაკლი გამოვიდა. არ მინდა ბევრს არ ვილაპარაკებ რახან მეც მონაწილე ვარ ამ სპექტაკლის, მაგრამ მერწმუნეთ რომ მსგავს სტილისტიკას თეატრალურ სტილისტიკას მე მგონი ვერსად ვენახავ. როდის არის უახლოესი? ეხლა არის შაბათ-კვირას, ეს არის ბოლო შაბათ-კვირა, იმიტომ რომ ამ ზამთრის სეზონს ვხურავთ, რაღაცა გარკვეული პრობლემები აქვს, როგორც მანამდე მოგახსენეთ თეატრი ეხლა იწყებს და ამ ტექნიკური რაღაცეები ჯერ კიდევ ბოლომდე დასრულებული არ არის. ამიტომ ვისაც სურვილი აქვს, ჭქარით, იმიტომ რომ ბოლო შაბათ-კვირა არის და მე გირჩევთ რა აუცილებლად ნახოთ. მე აუცილებლად და შესაძლოა ტელემაყურებელი თვითონ გადაწყვეტს. ვაგრძელებ საუბარს ჩვენი გადაცემის დღევანდელი გადაცემის სტუმართან, გრამატიკულად ასეა სწორი. რკინის თეატრის მსახიობ გოგა ტრაპაიძესთან. გოგა მეორე ნაწილს ესეთი კითხვით, ესეთი თემით დავიწყებ, სადაც ქართულ კანონმდებლობასთანაც და მე ქართულ ზოგადად ადამიანური მენტალობის რაღაც თანხვედრაზე ვისაუბროთ და ნუ შემდეგ კითხვას გთავაზობ. შერბილდა კანონი, ანუ ნარკოლოგიურში გადაყვანასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ჩვენ ენაზე, უბრალო ენაზე რო ვთქვათ, შემდეგს რომ თუ კი რაღაცა საზოგადოების თავშეყრიათ ადგილებში რამე არ გააფუჭე, რამე არ დააშავე, მინიმუმ ორდერი არ არსებობს, ისე როგორც იყო დავუშვათ მოკიდებდნენ ხელს უბრალოდ და აბა წამოდი შენ ძმაო, თან ძმაოს რო გეუბნებოდა უფლებად, ანუ პოლიციელი რო ბრატ წამოდიან ასე შემდეგ. ეს აღარ არის ფაქტია. შენ როგორ ფიქრობ, მე არ მაქვს ლაპარაკი დავუშვათ ლეგალიზაციაზე, ასე შემდეგ რაღაც ზედმეტ რაღაცებს და მე ვთვლი რომ სადღაც შეიძლება ეს ქართველის მენტალობა და ხასიათი ისეთი რომ სადღაც და სულ ჭუიდან გადავიდეს, მაგრამ ზოგადად როგორ ფიქრობ, ეს როგორ თვლი, კარგია ეს შერბილება, რომ რა თქმა უნდა იმიტომ რომ გვახმართვა სავსე იყო რა, ეხლა ხო, მეც არაერთხელ მომაცდინეს, ასე ვთქვათ, ნუ პირველად ცოტა სახალისო იყო, წავედი რაღაც ახალი სამყარო, ახალი ტიპები გავიცადი, მაგრამ უკვე რამოდენიმეჯერ რომ გამეორდა, ცოტა უკვე მოსაწყენია რა, სხვა დისკომფორტზე რო არაფერი ვთქვათ და კიდე სხვა დამოკიდებულებაზე, მაგრამ თავისთავად რომ შერბილდა თავისთავად უკვე კარგი არის, როცა ადამიანის უფლებები წინ იწევს, ყოველთვის კარგი არის. და მით უმეტეს თუ ესეთი თუ აუცილებელი არ არის და თუ ძალიან ყურადღება არ მიიქცია შენი უსაქციელობით, არ შეგეხებიან, ეს კარგია, მაგრამ იმედია ასე შესრულდება, იმიტომ რომ როგორც კანონი აღსრულდება იმედია. კანონი აღსრულდება ზუსტად შესაბამისად. როგორც მოქალაქეს მოეთხოვება, ისე იმ იდეით რაც დევს ამ კანონში, რომ ჩემი უფლებები არ დაარღვიო და არ შემაწუხო წარამარა და
და უფრო მეტი შერბილება შეიძლება მე თუ მკითხავ, ნუ შენი თქვის არ იყოს ეხლა მთლად რო მწვანე შუქი ავანთოთ, შეიძლება საგიჟეთი მოხდო, პირველი წელი მაინც საგიჟეთი იქნება, მაგრამ მე შეიძლება დარეგულირდეს, მაგრამ ნუ შეძლებს დაგვარად კიდე უფრო უნდა შერბილდეს, იმიტომ რომ მათრახით საქმე არ კეთდება, რაც არ თან ეხლა მე როგორც ვატყობ, ეხლა ზუსტად ინტერპრეტირებას ნამდვილად ვერ მოვახდენ და შეგნებულად არ დავიწყებ, მაგრამ მე კანონი რაც როგორც გადავიკითხე, ეს ცვლილება კანონის, სწორედ ადამიანის უფლებებზეა მორგებული. ანუ შენ ადამიანს ხო ეხლა ბავშვზე ნაკლებად მაქვს კიდე ლაპარაკი, თუმცა იმას თავისი უფლებები აქვს, მაგრამ ადამიანს რომელსაც უკვე რაღაც შენი გარკვეული რეპუტაცია გაქვს, შენი რენომე, შენი მე გაქვს უკვე საქმე გაქვს თუ არა გაქვს, თუ გარეთ გახარ, თუ სამორინეში დადიხარ, თუ სამსახურში ხარ მთელი დღე რომ აი ესე რა წამოერთი ძმა, ანუ ფორმებს აქვს მნიშვნელობა, თორე ხა ლაპარაკი არ არის იმას რომ კანონი უნდა დაავარღვიოთ. ფორმაზეა ლაპარაკი და მე რაც გადავხედე, სწორედ ამაზეა მორგებული, რომ ძალიან კულტურულისკენ. შენი თქმის არ იყოს მართლა ბოლო წერტილი ეგ არის, რა გულისხმობ რას, რომ თავარი აღსრულდეს ეს კანონი, მართალი ხარ. გოგა, აი ნახე როგორი საინტერესო თემიდან როგორ საინტერესო თემაზე უნდა გადავიდე ხა. ტელემაყურებლის უმრავლესობა თუ ყველა არა შენ თავისთავად ცხადია რაღაცა იმას იპოვი ახლა საერთო სამორთებას შორის რა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე მინდა რა კითხო რა ზა სასტიკი უბნის პატრონი წადებით ხო და კახი ცხადაძემ ჩვენმა რუსთაველმა აი კაცმა ჩვენმა მეგობარმა კახი ცხადაძემ განაცხადა რომ მომავალ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები გავა მესამე ადგილზე. ნუ იქ იყო თავისთავად ცხადია თავიდან ნათქვამი რომ ჩვენ ვიბრძოლებთ მესამე ადგილზე, მაგრამ მე თქვა რომ ჩვენ მესამე ადგილზე გავალთ. შენ როგორ ფიქრობ, აი ამ რეალობაში დაუშვათ, მწვრთნელი ვიცით ვინ არის, ეხა კონტინგენტი ნაკრები ზოგადად გაფართოებული ნაკრებზე რო ვისაუბროთ, თუნდაც 30 კაცზე, 35 კაცზე, ეხა ამის გარდა რაღაცა ეხა ერთ წელიწადში ვიღაცის ხო ვერ გამოჩნდება რაღაცა სასწაული ახალი ასე თუ ისე ვიცით ხო კონტინგენტი გინა ევროპაში თუ აზიაში თუ ახლოში გაშლილი ვინ არის თუ საქართველოს ჩემპიონატში ვინ რას მოღვაწეობს ხო შენ როგორ ფიქრობ რითი შეიძლება საქართველოს ნაკრები გავიდეს შესარჩევში მესამე ადგილზე ეხა მწვრთნელმა თქვა ესე ხო არ არის მაინც და მაინც ხო არა აი რა უნდა მოხდეს რა უნდა რა აკლია ნაკრებს ახლა ფეხბურთის ექსპერტად ცოტა გამიჭირდება გამოსვლა, იმიტომ რომ ასე კარგად გაცნობიერებული არ ვარ ფეხბურთში, უფრო უბრალოდ დროის შესაბამისად და მნიშვნელობის შესაბამისად უყურებ რა თამაშებს. ხომ რა ჩვენ გულშემატკივრები ვართ, საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობ და ჩვენი ტკივილია ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაცები მაგრამ მოდი დავიწყოთ იქიდან რომ რაღაცა სიახლეები დაიწყო უკვე ხო ძალიან მაგარი მისასალმებელი ძალიან კარგი არის სიახლე ყოველთვის კარგი არის ხოდია შეიძლება იმან გაამართლოს შეიძლება არ გაამართლოს მაგრამ უკვე ახალი რაღაც ისწა და უკვე კარგი არის რა რაღაცა სხვა გზებს ეძებ რაც შეეხება ჩვენი მწვრთნელის განცხადებას მე არ ვიცი ხა რითი აპირებს როგორ აპირებს მაგრამ მე თუ მკითხავ ბიზნესკენ მიმავალი გზა უნდა დასახო რა და რაც შეიძლება მაღალი მწვერვალისკენ ხადია და მე გზადაგზა რა გამოა ნუ რა თქმა უნდა ეს არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული რომ ეხლა უბრალოდ შესაძლებლობები ჩვენ ვთქვათ რომ სოფლიო ჩემპიონები გავხდებით და რაღაცა იმის ნახევარს მაინც ხო გავაკეთე ესე არა ჩრდილოეთ კორეას გახსოვს ეგ ამ სოფლიო ჩემპიონატს ბრაზილიაში ხო და გააშუქეს მე და ბრაზილია რა თქმა უნდა ხო და შეიძლება ჩავთვალოთ რომ ცხადაძის ეს ნათქვამი რაღაც რაციონალურიც კი იყოს მას არ უთქვამს რომ მე ჯგუფიდან პირდაპირ გაავალ ან ასე შემდეგ მე უბრალოდ ისმის კითხვა ანუ შემდეგში მდგომარეობს დავამატებ გოგა ერთ რაღაცას რომ მე გაჟღერდა სხვათა შორის რომ არ ვიცი მე ყოველ შემთხვევაში მასმედიის ამა თუ იმ მასმედიის საშუალებით ნახე ეს ბეჭდური მედიის და სოციალური მედიის საშუალებით რომ ვითომ კახას ჰქონდა ნათქვამი რომ იმისთვის რომ მესამე ადგილზე გავიდეთ პრემიებია საჭირო აი პრემიების სისტემაზე რას ფიქრობ შეიძლება რომ შენ როცა შენი სამშობლოს ღირსებას ეროვნულ ღირსებას იცავ ანუ რა мотиваციას მოგცემს რამე პრემია არა წახალისება ყოველთვის რაღაცა
კარგი არის ნებისმიერ საქმეში ახალისება ყოველთვის კარგი არის ხო არ გაცხეს ეს თუ ახალისება თუ ულტიმატუმი არის ეს უკვე დაღუპული ამბავია იმიტომ რომ არასოდეს არ გამოვა მე იმიტომ ამას გავაკეთე პირიქით მე რო ვაკეთებ რაღაცას მე მინდა რომ ეს დამიფასდეს ხო მე ამაში ყველანაირ თელ გულს ჩავდებ ყველაფერს გავაკეთებ თუმცა რაღაცა რომ დამიფასდეს კარგი არის ჩემთვისაც რომ ფიქრობ რომ თლად არაფერს არ ყველასთვის სულ ერთი არ არის რასაც მე ვაკეთებ აქედან გამომდინარე ეს მოტივი თუ აქვს კიდე დასაშვებია ხო რომ თუ ეს არის თუ პრემიები იქნება გავალთ თუ არა და არ გავალთ აქ უკვე მან განწირული საქმეა უკვე ეს ხო მე იმედი მაქვს რომ თუნდაც ის რომ ერთი ანუ ყველა მომავალ ციკლშიც რომ ერთის თითო საფეხურით ზემოთ ავიწიოთ რაღაც 3-4 შესარჩევის მერე წესით ლოგიკურად უკვე მე მგონი ჩვენ მოვესწრებით მაგას ჯვარიქცერია მე ძალიან ოპტიმისტი ვარ ყველა თამაშს ხო და მეც სხვათა შორის ძალიან ისე გულშემატკივრობ კახას და კახას ნაკრებს ყოველთვის და ყველა ნაკრებს ყველა მწვრთნელის პირობებში ცხადია მაგრამ შენი თქმის არ იყოს გოგა ჩანს რა კარგი რაღაცები ჩანს რა ყოველ შემთხვევაში რაღაცა ისეთი ბირთვი იკრიბება და თავის ხედვა აქვს რაც ყველაზე მთავარია რა თუნდაც აი ბოლო თამაშებმაც გამოჩნდა იგივე გერმანიაში ძალიან გამიხარდა კეთილი, ახლა კიდე უფრო მეტად სხვა კუთხით ქართულ მენტალობასთან მივიდეთ და ესეთი რაღაც მინდა გითხო, ვისაც ნიჭი არ ყოფნის დანაკლის თვითკმაყოფილებით ინაზღაურებს. ეს ესეთი გამოთქმა ჩემი არ არის, მაგრამ ძალიან ისე მენიშნა. ჩვენ ხა ქართულ რეალობაზე და ქართულ ხასიათზე და ბუნებაზე რო ვისაუბროთ, რა მცირეოდენად მაინც უნიჭოები ხო არ ვართ, ანუ თვითკმაყოფილება, შედარება რო გავაკეთოთ რა, იგივე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვისაც ნიჭი არ ყოფნის, თვითკმაყოფილებით ინაზღაურებს ამ დანაკლის. თვითკმაყოფილება, ანუ რის თქმა მინდა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, გოგა, რომ ქართველებში არის ეს მომენტი, რომ ანუ რაზე ვისაუბრეთ ხო ჩვენ რომ რავიაბა, რომ რაღაცა ეტაპამდე მივიდა ადამიანებს, კმაყოფილია დამთავრდა მე რა და ეს რა არის, ხა ნიჭის ნაკლებობა, შეიძლება რესურსი გქონდა ძალიან ცოტა და გასაქანი ქართველებს, ხო? ისტორიულად დაუშვათ, აი აქამდე როგორც მოვედით. ეგ ხო არ იყო, რომ всё სადღაც ზღვარი იყო და მთავრდებოდა იქ, ხო, კომუნიზმიანა, მანამდე მტრიანად აღებული ყველა მთელი ისტორიას რო გადავხედოთ. რა არის ეს უნიჭობა თუ შეიძლება შენ არ ვთვლი საერთოდ რომ ჩვენ თვითკმაყოფილებას მივეცემით ხოლმე. არ ვიცი, როგორ ფიქრობ? მივეცებით ხოლმე თვითკმაყოფილებას და ეს იცი რა თვითონ აი ბოდი ნიჭით დავიწყოთ, აი რა ფენომენია ნიჭი, ხო? ნიჭი არსებობენ გენიოსები, ხო? მე ესე ვთვლი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. არსებობენ გენიოსები, რომელსაც ეს მარტო რაღაცა ზეძალების გავლენაც აქვს, ხო? ყავდა ესეთი გენიოსები, ესეთი გენიოსები იბადებიან საუკუნეში ერთხელ, თუ გაგვიმართლა ორჯერ, მაქსიმუმ, ხო? და დანარჩენი ხალხი, ყველა ნებისმიერი ადამიანი თავისთავად რაღაცა უნარებით არის დაჯილდოვებული. ეს არის უბრალოდ მონაცემი, აი მოცემულობა, რომ აი ვიღაცას აქვს უფრო მეტად სირბილის ნიჭი, ვიღაცას სიმღერის ნიჭი, ვიღაცას ნიჭი არ არის, ეს არის მონაცემი. ნიჭი ჩემი აზრით, ნიჭი არის შრომის უნარიანობა, მიზანდასახულობა. ანუ ის ყველაფერი, რაც ჩვენ და შრომის სურვილი, ასე ვთქვათ. რაც ჩვენ ქართველებს მოდი ესე ვთქვათ, ძალიან ცოტა გვაქვს ამ თვალსაზრისით. მონაცემები გვაქვს იდეალური, უნიკალური. აი ქართველებს რომ მონაცემები გვაქვს, უნიკალური მონაცემები გვაქვს, იმიტომ რომ ზარმაცები ვართ, კი. სიზარმაცე და აი სიზარმაცე არის პირველი მტერი რა. ნიჭიერება არის სიზარმაცის დაძლევა. ჩეხოვს აქვს ნათქვამი კაცი ბოლოს უკვე რომ ჩავარდა ჭლექით იყო დაავადებული და ციმბირში წავიდა რაღაც საწერებზე გამოსაკვლევად და რა არ შეიძლებოდა იმისთვის, არა იმას არ შეეძლო რომ არ წასულიყო ეგ, იმიტომ რომ ეს შრომი უყვარდა და ზუსტად ამ ჩეხოვს აქვს ნათქვამი რომ ესე იგი გადავთარგმნი ხა უნდა გამოდევნო მონა შენი თავიდან წვეთ-წვეთად. აი დაახლოებით ეს არის ნიჭი, როცა ამის უნარი გაქვს, რომ აი ეს მონა, რომელიც ნებივრობს და სულ წამოწოლაზე ფიქრობს და ხართეძოზე, ეს გამოდენ. ხო, და აქედან გამომდინარე, როდესაც რაღაცა შედეგს დავდებთ ჩვენ, უკვე ვარდებით თვითკმაყოფილებაში, იმიტომ რომ შენ ეს ცოტა ხანი გეყოფა.
და იმ ცოტა ხანი როგორც კი მოეშვები, ანუ რაღაცა მიზანს რომ მიაღწევ, იქვე თუ მეორე მიზანი არ იწყება, აი პატარა შუალედიც კი უკვე ჩაგაგდებს თვითკმაყოფილებაში. და აქედან გამომდინარე, ევრიკა, ეგრეა. ვართ, აი ზუსტად რაც თქვი, ნიჭი, მიზანსწრაფულობა, დასახულობა, შრომა, პატიოსნად, მოკლედ, ჯაფა, აი ყველაფერი რაც ჩამოთვალე, აი მივედით. კარგია. მომეწონა რომ ნიჭი სწორედ ეგ არის. დანარჩენი თუ არა და გადმოეფერთხებათ ზემოდან და არიან ხო რა, ის არის გენიოსები რა. კი, მართალი ხარ. კიდევ ერთი ისეთი კითხვა გოგა, ესეც არის რა, ანუ მე მენტალური და ბუნების თემა არის, მე როგორც ყოველთვის ზოგადად მსგავს კითხვებს როცა ვსვამ, ხომ შეიძლება მსოფლიო საზოგადოება, მსოფლიო ადამიანზე ისაუბრო, მაგრამ ეხლა მთავარი ინტერესი ხო ჩვენთვის ქართველია რა, ქართლის ფენომენი და ქართლის ბუნება და გამოდივართ აქედან მე გამოდივართ აქედან ცხადია, ხან ვადარებთ ერთმანეთს, ხან აი აბა მე ადრე თუ იმას ადრე, აბა იმას ხო არ დავემსგავსე ის ხო არ და მოკლედ როგორც არის. სანამ სურვილი მაქვს მიზეზი სიცოცხლისთვის. კმაყოფილება არის სიკვდილი. ესეც მივაბი ხე შეგნებულად მე აი ამას ესეც ძალიან ისეთ მენიშნა ეს გამონათქვამიც საკმაოდ ესეთი სუყე გამონათქვამია სანამ მაქვს ანუ სურვილი კეთების და ამაზე ფაქტიურად დაახლოებით პასუხი გავეცით ხო წინა თემაში კი ბატონო მე კმაყოფილება არის სიკვდილი იგივე უბრუნდები იმ თემას რომ ხო როგორც კი კმაყოფილი გავხდი დამთავრდა პატარა აი შესვენების უფლებაც კი არა ეხლა რატომ განვავრცე იცი გოგა რომ ფაქტია რომ გადავრჩით რა ეხლა იმხელა ქვეყნები იმხელა მონსტრი ქვეყნები მართლა გადაშენდნენ და всё მართლა აღიგავნენ პირისაგან მიწისა და ნუ საქართველოს დარჩა ავად კარგად მოგვაკლდა რამე სხვა გზით წავედით გავართ იმ ჩვენ ფესვებზე არ ვდგავართ თვითყოფადობა შევინარჩუნეთ ვერ ვინარჩუნებთ აუწყეთ ფეხის ამ საუკუნეს ვერ აუწყეთ ეს ალკე თემებია და ეს ალბათ მე და შენ არ გვეყოფა 2-3 გადაცემა ამაზე რომ ვისაუბროთ რა მაინტერესებს თავი ფაქტია რომ გადავრჩით კმაყოფილება არის ვაბრუნებ თემას რა კმაყოფილება არის სიკვდილი თუ კი ამას ვეთანხმებით ჩვენ რადგან გადავრჩით ესე იგი კმაყოფილებაშიც არ ჩავარდინოთ ბოლომდე რატო იყო ეს რომ რაღაცამდე მივიდოდი და მე მტერი გლეჯდა ანუ საბოლოო ჯამში რა ტიპები ვართ რა ქართველები რა თვითკმაყოფილები ვართ თუ იმიტომ გადავრჩით რომ ზუსტადაც რომ კმაყოფილები არასოდეს არ ვიყავით ეხლა ქართველი ადამიანის ბუნების რომელ ნაწილზე ვსაუბრობ მეცი ამ წუთას რომს გქონდეს აი ჩაი გინდა ხო აი ძალიან ისეთ მანკიერ რაღაცაზე მათ ვლაპარაკ ჩაი გინდა და მოგართვეს ჩაი ან შენ თვითონ გაიმზადე ხა არ არის აუცილებელი მოგართვან მაგრამ არა ნუ მაინც რაღაცა ცოტა ღიაა ქართველი ხო რა სულ ის არ არის ცუდი რომ უკეთესობისკენ მიხვიდე მაგრამ ჩაია რა ჩვეულებრივი ჩაია ესა ხო დაბალ იმაზე ჩამოვდივარ მე არ შევდივარ სიღრმეებში და ასე შემდეგ ეგ რაღაცა ბუნების სულ ეს რატო ანუ უკმაყოფილოები ვარ თუ კმაყოფილები პირიქით თუ თავარი მოდი ამ ყველაფრის თავი და თავს ვიტყვი რომ არ დაგღალო ზედმეტად კმაყოფილებისთვის ელემენტარულ რაღაცებით მაინც თუნდაც დღევანდელ რეალობაში გვაქვს მიზეზი როგორ არ გვაქვს კმაყოფილებისთვის არ გვაქვს მიზეზი იმიტომ რომ უკეთესად შეიძლებოდა განვითარებულიყო ჩვენ რახან ამ ისტორიას მოყვებით შეიძლებოდა უკეთესად განვითარებულიყო მოვლენები რაღაც ეტაპებზე ხო ისტორიულ ეტაპებზე რა რაღაცა ის ნაბიჯი რო თქვა ესე განვითარებული იყო სხვანაირად განვითარდებოდა უკვე ამ გადმოსახედიდან ვიცით თორე იქ რო ცნოდათ რა თქმა უნდა ასე მოიქცეოდა კიდე რაღაცა ვნებებიც ერეოდა იქ ყველაფერში ახლა კმაყოფილი აქედან გავუნ კმაყოფილი ხარ იმით რომ აქამდე მოხვედი შენ მაგრამ გადავრჩით ამას კითხვის ნიშანი უნდა იმიტომ რომ ყოველდღიური ბრძოლაა ხო ეს გადარჩენა ახლა 2000 წელია მეტი რა 2000 წელზე მეტია ხო რაც ქართული სახელმწიფო ნუ ფარნავაზიდან დავიწყოთ მოდი იქ ძალიან აღარ გავყოთ ხო 2000 წელზე მეტი არის არსებობს ხო ქართული სახელმწიფოებრიობა ხო და ამ 2000 წლის განმავლობაში მაინც აქამდე მოვედით ხო შემოგჩა ის გენი ქართული ენა ქართული სარწმუნოება ქართული ხო აქამდე კიდე მოვიტანეთ ეს ხო ყოველდღიური ბრძოლები იყო ეხლაც ხო მიდის ამაზე ბრძოლა რომ შენი ენა შეინარჩუნო შენი გენი შეინარჩუნო ფორმები შეიცვალა ხო უბრალოდ ფორმები შეიცვალა ეს არ ყოფილა ომი მოვიგეთ ერთი და ან ერთი ომი წავაგეთ ეს უწყვეტი ომია რომ დავთავრდე ჯვარი გვწერი არასოდეს არ დამთავრდეს ამ ომში გამოიწრთო ქართული გება ქართული
და თვითკმაყოფილებ და ამან ალბათ ამასთან გვიყვანა ჩვენმა აი იმ ტემპერამენტმა ზუსტად იმ ამბიციას საქართველოში ჩვენ ძალიან ცუდად ვიხსენებთ, თორე ამბიცია ძალიან კარგი რამეა, როცა სწორად არის მიმართული ეს ამბიცია. ხო, როცა იცი რისი ამბიცია გაქვს და როცა იცი რისი შესაძლებლობები გაქვს კიდე. 100%. ხო, აი ამ ამბიციამ რო ზუსტად ის რო უფრო უკეთესი გინდა, უფრო მეტი გინდა, კი არ უნდა დაწვრილვანდე ეს უკვე პატარა ადამიანების ის არის. ეს იქ მივედით აქ. ორ-სამ კაცში რო რაღაცა ცოტა ავტორიტეტად ითვლება და იქ თავის ძალების დემონსტრირებას ახთ. ეს კომპლექსი არის. ნამდვილად. პატარა ადამიანის კომპლექსი არის. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამათ ნუ შევეხებით. იყო არის და იქნება. ხო, ეს იყო არის იქნება არა მარტო საქართველოში ყველგან. ეს ადამიანის ბუნება არის, რომელიც არის პატარა. ღმერთმა არქნას გოგა რომ კმაყოფილები ვიყოთ. იმიტომ რომ საზოგადოება შინაგანად ზრდის პროცესში შეწყვეტს ეგრევე თანხმდებით ამაზე და ხა მოკლედ პრინციპში მოკლედ დავასათაურე ის რაც შენ თქვი და გეთანხმები აბსოლუტურად. მაგრამ ღმერთმა არქნას რომ უკმაყოფილების ბევრი მიზეზი გქონდეს ისევ ჩვენ ბუნებაში რა. მე ყოველთვის როცა ზოგადად ეროვნულ თუ საზოგადოებრივ, ეროვნულად საზოგადოებრივ, ანუ ერზე, სამშობლოზე და ხალხზე ვსაუბრობ, ხო და მე როდესაც პრობლემების ძიება დავიწყე რაღაც გარკვეული ასაკიდან ყველა ბოლო ჩემი აღმოჩენა და მისვლა ხო აი ევრიკა წერან შეგრიმულ ვახსენე მივდივარ შინაგან სამყარომდე ადამიანის ბუნებამდე მენტალობამდე იმიტომ რომ ნუ ეხა ცა პირობითად ხო ცა ეხა საზღვარი რო გადალახო და ახედო ცა არის რა ხო მოდი ესე ვთქვა ხო რაღაცეები ისე იცვლება როგორც დედამიწა ბრუნავს ხომეთან ხმებში ადამიანი თავი შენს რამდენჯერმე ახსენე და აქაც ვთქვი ეს არის თავი და ისევ შინაგან სამყარომდე მივდივარ ხო რა შველის ყველაზე მეტად შინაგან სამყაროს და სწორად სვლას წინ პოზიტივი რა თქმა უნდა მე დიმოქს მეტი ღიმილი იქნება გოგა გადავერთოთ აქედან ჩვენ ქალაქზე და ძალიან მოკლედ დასასრულს გადაცემის ნელ-ნელა დასასრულისკენაც მივდივართ შენთვის როგორც მსახიობისთვის შენთვის როგორც ადამიანისთვის როგორც შვილისთვის როგორც მომავალში მე მამისთვის ბიძისთვის ნათლიისთვის მეზობლისთვის მოქალაქისთვის ადამიანისთვის გოგა ტრაპაიძისთვის რა პრიორიტეტია და რა კუთხე და მხარეა ქალაქისთვის აი მომავალში ხვალ ვამბობ ზეგვამბობ ჩვენი შვილების თაობისთვის ჯერ ჩვენს ახალგაზრდები ვარ და ჩვენც ამების შემოქმედები უნდა ვიყოთ მე ასე ვთვლი ბოლომდე ხაზგასმით ამას ვთვლი რომ ჩვენმა თაობამ აი ეს რაღაცა ნიშა უნდა მიცეს ქალაქს აი შენ რა საითხრები უფრო რა ნიშა უნდა კონდეს რუსთავს გულისხმობ რას იცი გოგა რომ ეხა საერთაშორისო დონეზე რომ დაუშვათ თუნდაც საქართველოს ძალიან ბევრ ქალაქში მე მქონია საუბარი აზრით აი რუსთაი ხარ მით უმეტეს ჩემს ეყრმობაში ბავშვობაში საიდან რუსთა ეს მეტალურგების ქალაქი მე რა იყო ხოლმე ეგ ის არ არის კურდების ქალაქს რო ეძახიან მეტი არაფერი ყოველთვის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში რაღაც ისეთი კონდა ეხლა გაუმარჯოთ ღმერთმა მეტალურგებსაც წარმოებასაც გაუმარჯოს და რაზეა ლაპარაკი მაგრამ აი უფრო ისეთი არა რა ვიცი როგორ ფიქრი ნიშა აუცილებელი არის მით უმეტეს რომ როგორც შენ აღნიშნე ადრე რაღაცა ფუნქცია ქონდა ამ ქალაქს ხო იქ აი სწორედ ადრე იყო ის იყო მუშათა ქალაქი, ოღონდ მუშა აღმატებული სიტყვა. რა თქმა უნდა, არაფერია მეტალურგთა ქალაქი. ტექნიკური ინტელიგენცია. ხო, რა, ინდუსტრიალური ქალაქი, რომელიც საკმაოდ დიდი სარგებელი მოქონდა არა მარტო საქართველოსთვის, დანარჩენი კავშირისთვის და გადიოდა კიდევ. ხო, რა თქმა უნდა. მას შემდეგ რაც ეს ყველაფერი გაჩერდა, ფაქტიურად დაკარგა ფუნქცია. მაგას ვამბობ. და ამ პრობლემის წინაშე ვართ ახლა ჩვენ. ხო, აი რაღაცა ნიშა რო აუცილებლად უნდა მოეძებნოს და მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ რომ რაღაცა მინიშნებებს ხედავ დღესდღეობით უკვე რომ რაღაცა აქტივობით დაიწყო კულტურული თვალსაზრისით თუნდაც მუსიკალური იქ ცეკვები იქ რაღაც შეხვედრები რაღაც ძალიან კაი არის ოღონდ მთავარია რომ იმ წერტილამდე მივიდე და ანუ გეზი გვაქვს აღებული და უკვე კარგი არის ეს რომ რაღაცა გზას ვეძებთ სად მიყვანს მთავარია რომ დავიწყეთ უკვე ძებნა ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია ოღონდ როგორც ეხლა ვთქვი ერთი ნაბიჯი იქვე მეორე თუ არ მოვკ ხო აუცილებლად ხო თქვა რომ აუ რა კარგია მივიდე თავისთავად აუცილებელი არის იმიტომაც არის რომ აი თბილისთან ახლოს ვართ და თბილისი როგორც იწოვს აქედან ხალხს და აქ რო რაღაცა გაჩნდება უკვე აუცილებელია თუნდაც მაგიტო მართალი ხარ გოგა თუ კი რაღაცა ის ფუნქცია და ნიშა ქალაქმა არ შეიძინა აი შეიძლება 10 წლეულების მერე მით უმეტეს აი ეს ავტობანი და ის მიცემს რაღაც თბილისის გარეუბნის მომენტი იქნება და შენ თვითმყოფადობას როგორც ქალაქის
დაკარგავ რა სამწუხაროდ. კეთილი გოგა ყველა გადაცემაში ტრადიციულად ერთ ანდაზას განვიხილავთ ხომ ეს რატომღაც ეგ გადაცემის და გეგმარება რომ დავიწყე თავიდან იდეის დონეზე. ეხლა სულ ყოველთვის ხო ეხლა ანდაზები ქართულ ხალხური ანდაზები და ასე შემდეგ და მე რაღაცა მით უმეტეს ბოლო პერიოდში რაღაც ის მინდოდა რაღაცა განსხვავებულობა ქონოდა და სულ მაქვს ჩემი კითხვის ნიშნები ქართული ხალხური ანდაზების სხვათა შორის დიდ უმრავლესობაზე. კითხვები არაცუდი გაგებით რა. ახლა მორალი მიზებნია ხოლმე შიგნით და ვეძებ ხოლმე ხშირად და აბა ისე ხა იუმორი ხო არ არის ხო არ გვეღადავებოდა ის ვიღაც სიტყვაზე ვინც ან თუ შეიძლება სიღრმე აქვს რატო ვერ პოულობ ან რა უნდა იყოს ეს მოკლედ დღეისთვის ესეთი ანდაზა ვიფიქრე კაცი რომ დათვრებაო ის ორი კაცის ხელა გახდებაო რა ანუ ორი კაცისავით გაიზრდებაო ეს რა მორალია ხა პირდაპირ გაგებით ბევრს სვამს ქართველი და გადიდ და ეს გადიდგულ და შენ როგორ ხედავ გინდა ვიხუმროთ გინდა რამე სიღრმე უპოვოთ სიღრმე არ მგონია ხა რაღაც ამას და შიგნით ფესვები მქონდეს ზედაპირული და ჩაასეგრევე რაზეც არის საუბარი გინდა ფიზიკური მონაცემები ავიღოთ დროსო რა თქმა უნდა გახდები ორი მხელ არა მხელაც იყავი ზომაზე მეტად ხუსავ ცოტა პოლიტიკის ყველაფერი კარგია დანარჩენი შიგნით რა ალბათ ეს ანდაზა დაიბადა შფოთიან თრალ ხალხზე შარიან ხალხთან მიმართებაში მეორე ხო არ არის რომ აი ორმა დავლიეთ ზომაზე მეტი სიტყვას და მე ხო არ მომეჩვენე დიდი ხო არ გაორდი ხო აი გაორება შეიძლება ამაშია საქმე ხო აი ზომიერებას ხადაგებს აშკარად იმდენი არ უნდა დავლიო ეთი კარგია ზომიერება არაფერი არ არის საჭირო უზომო ნამდვილად არ ზომაზე ნაკლები ხო საერთოდ კიდე დავრდომილები რო არ გავხდეთ და ბოლოს ამ გადაცემის თავარი კითხვა ასე ვთქვათ იმდენად რამდენადაც მე ვფიქრობ რომ აი რამდენჯერმე ვახსენეთ დღევანდელ გადაცემაში და ხშირად თითქმის ყველა გადაცემაში როგორღაც მაინც მივდივართ ხოლმე აქამდე რა მე თუ სტუმარი თუ საბოლოო ჯამში თან ხვდებით ხოლმე რომ არის რაღაცეები ქართულ იგივე მივდივარ ქართულ ბუნებაში თუნდაც საქართველოს ისტორია ავიღოთ სადაც აი რაღაცეებზე რომელსაც ტრადიციას ვეძახით, წესს ვეძახით ქართულს არის ბევრი ძალიან უღმართი, ხო რა, უღმართი რომელიც გადასაგდები არის. სადღაც არის წერტილი დასასმელი და ამდენადაც მაქვს ეს კითხვა და ამდენადაც ქვია ჩვენ გადაცემას ესეთი სახელი, მოკლედ, რამდენია გოგა ორჯერ ორი? 4 ბატონო. ბრავო, გოგა, გაიხარე, იყოს აიგრეა. იბატონო, მათემატიკურად შეთვის ეგრეა. კეთილი, გოგა, უღრმესი მადლობა. გადაცემაში სტუმრობისთვის, უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ აი ასე გულახდილად და ძალიან უბრალოდ და ჩვეულებრივად ისე რაც ყველაზე პრინციპში ყველაზე მეტი ეშხი ადამიანის ერთ-ერთი ისეთი მთავარი ეშხი ადამიანის ეგეც არის ზუსტად არც მეტი ფამილარობა რო არ არის და რაღაც მეტი ხაზგასმა ეს ოფიციოზი ისმენთ ძალიან ჩვეულებრივად რა ადამიანებსაც და საზოგადოებასაც განუჩევოთ იმისა შენ ვინ ხარ და რას აკეთებ სწორედ ისეთი უყვარხარ და სწორედ ისეთ ხსებს მე პატივს ან არ ხსებს პატივს რაც სინამდვილეში ხარ რა ამდენად ყოველ შემთხვევაში ეს გადაცემა ამის გარშემო ტრიალებს ყოველთვის განურჩევოთ იმისა ვინ არის ხოლმე აქ სტუმარი დღეს კი მსახიობ გოგა ტრაპაიძეს ძალიან დიდი მადლობა და ძალიან კარგ მოქალაქე კარგ რუსთაველ გოგა ტრაპაიძეს მადლობა თქვენ ბატონო მოწვევისთვის გაიხარე გოგა უღრმესი მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს იმისთვის რომ გვიყურა მე ზუსტად ვიცი რომ მოიწონებთ ჩვენს გვერდს სახის წიგნზე Facebook-ზე ორჯერ ორი უდრის 6 მე კი მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით ჩვენ შევხვდებით ისევ აქ ზუსტად იგივე დროს ნახვამდის